გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით პლატფორმებზე დვალიშვილთან და ჩვენ ვიმყოფებით ლატვიაში, თუმცა ჩვენმა გამომწერებმა ეს უკვე იციან გამომდინარე იქიდან, რომ მთელი წინა 10 დღის განმავლობაში ჩვენ აქტიურად მუშაობდით ბელგრადში მიმდინარე წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე და იქიდან გადმოვინახეთ უკვე ლატვიაში, კერძოდ კი რიგაში, სადაც საქართველოს ფუტზალის ნაკრები ატარებს ევროპის ჩემპიონატს, მონაწილეობს კონტინენტის პირველობაზე. ჩემს უკან ქსიაომი არენა გახლავთ, არენა, სადაც საქართველოს ფუტზალის ნაკრები ძალიან მალე დაიწყებს ჯგუფური ეტაპის მორიგ შეხვედრას, რიგით მეორე მატჩს საკმაოდ ძლიერ ხორვატიის ნაკრებთან. ეს არ არის გუნდი, რომელიც მხოლოდ ჩვენ ჯგუფში მოიაზრება ფავორიტად, ეს არის გუნდი, რომელიც მთლიანად კონტინენტის პირველობაზე მოიაზრება ფავორიტად და არის ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები, ფიზიკურად ძალიან ძლიერი, ტაქტიკურად ძალიან გამართული და შესაბამისად ხორვატები თავადაც იცით, რომ სპორტის ნებისმიერ სახეობაში, როგორც ინდივიდუალურში, ასევე გუნდურში ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან. თუმცა ხორვატები მიხედავენ საკუთარ თავს, ჩვენ მისახედი გვაქვს ჩვენი თავი გამომდინარე იქიდან, რომ ევროპირველობის სასტარტო შეხვედრა მასპინძელ ლატვიის ნაკრებთან ჩვენ და სამწუხაროდ წავაგეთ იმის გამო, რომ სპორტული იღბალი ჩვენს მხარეს არ იყო მასპინძლების მხარეს, იქ იყო რამდენიმე ფსიქოლოგიური მომენტი, მათ შორის ერთ-ერთი ის, რომ ეს იყო ევროპირველობის პირველი სასტარტო დაპირისპირება, თამაშობდით მასპინძელთან გახსნის შეხვედრაში, ტრიბუნები იყო სავსე და ბუნებრივია გულშემატკივრის ბარიერმა ძალიან დიდი როლი ითამაშა. მოკლედ წავაგეთ 4-0, ეს ანგარიში ნამდვილად არ ასახავს იმ რეალურ სახეს და სცენარს, როგორც მიმდინარეობდა ლატვიისა და საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირება და ამაზე სხვათა შორის აქცენტს აკეთებს ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც აქ იმყოფება, მათ შორის აკრედიტირებული ჟურნალისტები, მათ შორის სპეციალისტები, სხვა გუნდის წარმომადგენლები და რეალურად მოდით პირდაპირ ვიტყვი, რომ უმრავლესობა მათგანი არის გაკვირვებული იმ შედეგით დაფიქსირდა ლატვიისა და საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებაში. თუმცა ეს უნდა გადავდოთ ახლა და ბუნებრივია პირველი შეხვედრა უკვე ჩაბარებულია ისტორიას და ამას ყველაზე კარგად აცნობიერებენ ქართველი ფეხბურთელები, ავთანდილ ასათიანის მიერ გაცნილი ქართველი ფუტზალელები, რომლებიც ძალიან მალე ამ არენაზე გამოვლენ, დადგებიან ჰიმნზე და ჰიმნის შემდეგ უკვე დაიწყებენ თავიანთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დაპირისპირებას მიმდინარე ევროპირველობაზე და რატომ არის ხორვატებთან მატჩი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თუკი ჩვენ გსურს ჯგუფიდან გასვლა, ჯერ უნდა დავამარცხოთ ხორვატიის ნაკრები და შემდეგ ვიფიქროთ საფრანგეთზე. გუნდში ყველაფერი კარგად არის, ფსიქოლოგიური ბარიერი დაძლეულია პირველი მარცხის შემდეგ, რაც ჩვენმა გადაიტანეს და ბუნებრივია თითოეული ქართველი აცნობიერებს იმას, თუ რა დევს სასწორზე კი დევს ხორვატიის ნაკრები, რომელიც აუცილებლად უნდა გადავძლიოთ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გუნდში ყველა ჯანმრთელად არის, ყველა ოპტიმისტურად და საბრძოლოდ არის განწყობილი, ჩვენს ბუნებრივია გვაქვს იმის იმედი, რომ დღეს საქართველოს ფუტზალის ნაკრები შეძლებს ხორვატული ბარიერის დაძლევას. აქვე გეტყვით იმასაც, რომ არენა, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით და სადაც ძალიან მალე საქართველოს ნაკრები თავის მორიგ შეხვედრას გამართავს, ჩვენთვის გარკვეულწილად წარმატების მომტანია, თუ გავიხსენებთ ევრობასკეტის დაპირისპირება საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებთან შორის, სწორედ ამ არენაზე იყო და წყინვალედ გემახსოვრებათ, რომ ის შეხვედრა ქართველი კალათბურთელების გამარჯვებით დასრულდა და მინდა ვისურვო, რომ დღეს ეს დაპირისპირება ევროპირველობის ერთ-ერთ გრანდთან, ხორვატიის ნაკრებთან ქართველი ფუტზალელების გამარჯვებით დასრულდება. მე აქვე გეტყვით, რომ პირველ ტურში, როდესაც ჩვენ წავაგეთ ლატვიასთან ანგარიშით 0-4, მატჩი ფრანგებმა და ხორვატებმა ითამაშეს 1-1. დღეს საფრანგეთისა და ლატვიის ნაკრებთან დაპირისპირება გაიმართება და შესაბამისად იმ წყვილში ალბათ ფავორიტის გამოცნობა რთული არ იქნება თქვენთვის, მაგრამ გავეშვათ იმ წყვილს, ჩვენ გვაქვს ჩვენი წყვილი და ჩვენ წყვილში საქართველოს ნაკრებს მოუწევს ხორვატებთან დაპირისპირება. მე ვფიქრობ, რომ ძალიან რთული თამაში გველის, ძალიან მძიმე მატჩი გველის, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ კარგად ორგანიზებული გუნდია, როგორც უკვე აღნიშნე და ერთსაც დავამატებ, გუშინ ჩვენ გქონდა საშუალება გავსაუბრებოდით
ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელებს, მათ შორის კაპიტანსაც და მინდა გითხრათ, რომ თითოეული მათგანი აღნიშნავს, რომ აბსოლუტურად არალოგიკური შედეგი იყო დაფიქსირებული ლატვიელებთან დაპირისპირებაში და ისინი ასევე ხაზს უსვავენ იმას, რომ საქართველოს ნაკრების სიძლიერიდან გამომდინარე ხორვატებს დღეს არ აქვს უფლება მოდუნების და არ აქვს უფლება არასერიოზულად განეწყონ დღევანდელი დაპირისპირებისთვის. ისინი აფასებენ საქართველოს ნაკრებს როგორც საკმაოდ ძლიერ მეტოქეს და ამავდროულად გეტყვით იმასაც, რომ განსაკუთრებით გამოყვეს რამდენიმე ფეხბურთელი, ვისაც უნდა უფრთხოდნენ და მიუხედავად ამისა, მე მინდა იმ იმედით ვიყო, რომ ქართულ ფუტზალელებს ხორვატები ვერაფერს ვერ მოუხერხებენ და მოდით პირდაპირ ვთქვათ, დღევანდელ დაპირისპირებაში ჩვენ ძალიან მაგრა გვჭირდება გამარჯვება და ბიჭებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ დღეს სამი ქულა აიღონ, რადგან თუკი ჩვენ გსურს გავიდეთ შემდგომ ეტაპზე, ჯერ უნდა დავამარცხოთ ხორვატიის ნაკრები, ამიტომაც არის დღევანდელი დაპირისპირება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმდინარე ევროპირველობაზე. მოკლედ შევხვდებით ძალიან მალე, თუმცა ვიდრე დაგემშვიდობებით, აუცილებლად მინდა ერთ მნიშვნელოვან დეტალს გავუსვა ხაზი. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო კომპანია ლაგის, რომლის მეშვეობითაც ჩვენ, რომლის უწყვეტი ინტერნეტის მეშვეობითაც ჩვენ გთავაზობთ ყველა იმ საინტერესო ვიდეო, საინტერესო ინტერვიუს, რომელსაც თქვენ თვალს ადევნებთ. მადლობა კომპანია ლაგის აი ამ გვერდში დგომისთვის და გარწმუნებთ, რომ თუკი გეგმავთ ვინმე სამოგზაურო წასვლას, აუცილებლად შეიძინეთ და აუცილებლად შეეცადეთ გამოიყენოთ ლაგის სერვისები, იმიტომ რომ ნამდვილად კმაყოფილები დარჩებით. მოკლედ, შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით. დროებით.